ჩვენთან მოვიდა პირდაპირ განჩინება სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება რომელიც მოითხოვდა აი იმ ყველა ინფორმაციას რაც თქვენ აქ ჩამოთვალეთ და კიდე გაცილებით მეცაც ყველაფერს რომ თავი დაავანებოთ სრულიად შეუძლებელია ფიზიკურად ნებისმიერმა ორგანიზაციამ რომელიც აქტიურია და ბევრ სხვა საქმიანობას განახორციელებს 3 დღეში შეაგროვოს თუნდაც უნდოდეს ყველა ის ინფორმაცია რასაც მოითხოვდა განჩინება რა თქმა უნდა პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ მოვითხოვეთ განჩინების საფუძველი რა იყო ანუ შუამდგომლობა ბიუროსგან ანტიკორუფციული ბიუროსგან ეს შუამდგომლობა ჩვენ გუშინ საღამოს მოგვაწოდეს ესეც საინტერესოა 6 საათზე დაგვირეკეს რომ 7-მდე თუ მოხვალთ გადმოგცემთ გავიქეცით მოვასწარით მივიღეთ და დღეს უკვე უნდა გავაგვესაჩივრებინა და დღეს გავასაჩივრეთ უკვე სააპელაციოში ახლა ერთია განჩინება მეორეა შუამდგომლობა საინტერესო რა არის ყველა თვლის და ყველა ელის რომ მოგვაკითხავდნენ ეგრეთ წოდებული ფარათი ნუ რამდენად არის ეს ფარა რეალურად ანალოგი ამერიკული კანონისა ამაზე ცალკე შეიძლება ვისაუბროთ მაგრამ ამჯერად განჩინებაში სწორედ ფარა არ არის ნახსენები არც ის რუსული კანონი რომელიც ასევე ჯერ კიდევ ძალაშია დარჩენილი ნახსენებია 3 სხვა კანონი და ეს თავისთავად უკვე უცნაურობას მოიცავს რატომ ესე იგი ერთი ეს არის ანტიკორუფციული კანონი მეორე ეს არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და ბოლოს გრანტების კანონი რომელიც ახლა ხანს მიიღეს როგორც იცით უბრალოდ შესწორება რომელიც მიიღეს ესე იგი პირველ რიგში ჩვენ ამ შემთხვევაში მოვმართავენ როგორც პოლიტიკურ სუბიექტებს აი აქ უკვე არის ძალიან დიდი მათი მხრიდან ან შეცდომა ან შეგნებულად რაღაც გაკეთებული რამ იმიტომ რომ აქვე უნდა ვთქვა რომ შეუძლებელია ჩვენ არასამთავრობოები გამოვიხილო როგორც პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკური სუბიექტი განსაზღვრულია ჩვენი კანონმდებლობით რა არის ეს არის ორგანიზაცია გაერთიანება რომელსაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და რომელიც იღებს მონაწილეობას არჩევნებში და არჩევნების მოშორებით რა ვიცი ან იმარჯვებს ან მარცხდება ჩვენ ამდაგვარი მიზნები არ აქვს ჩვენი მიზნები სხვა ჩვენ ძალიან კარგად არის გაწერილი ჩვენ წესდებებში ძალიან კარგად ჩანს ჩვენს ვებსაიტებზე ძალიან კარგად ჩანს ჩვენს სოციალურ ქსელებში და ეს მიზნები არ არის პოლიტიკური პარტიის მიზნები. ეს არის ან რაღაცა შეცდომა ბატონი რაჟდენის ბიუროსგან, ან რაღაცა შეგნებულად მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. რას გავს? ეს იმას რო თქვა თვითონაც არიან არ არიან გარკვეულები ბოლომდე, თუ უბრალოდ რაღაცა გეგმა და ყველა გზით და ნებისმიერი გზით მიდიან. აი ამ განჩინების და შემდგომი უკვე შუამდგომლობის საკითხვის შემდეგ, რაც მარტივი არ არის, ახლა იურისტებისთვის უფრო ადვილი გასაგებია და ჩემთვის გარკვეულ სირთულეებს მოიცავდა. გამიჩნდა ისეთი გზნობა, რომ მათ უნდათ ყველა კანონი, ყველა რეპრესიული კანონი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ხანებში მიიღეს, არაჩვეულებრივი სისწრაფით, რა თქმა უნდა, საზოგადოების ჩართულობის და ასევე თქვათ იგივე ვენეციის კომისიის თუ სხვათა მოსაზრების გათვალისწინების გარეშე, გაგვიჩნდა ეგეთი მოსაზრება, რომ მათ უნდათ რომ ყველა ერთად გამოიყენონ და იქნებ რომელიმეთი მაინც წარმოგვადგინონ დამნაშავეებად. იმიტომ რომ როგორც თქვი, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ საერთოდ არ უნდა გვეხებოდეს კანონი და ეს მათ კარგად უნდა ესმოდეთ თუ კი ეს მეტნაკლებად ნორმალური იურისტები ყავთ ბიუროში. შემდეგ ანტიკორუფციულიც, იმიტომ რომ გინახავთ თქვენ საერთოდ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიმე სახელმწიფო მოხელის, მოქმედი სახელმწიფო მოხელის დანაშაული გამოეძია. ეს არის მათი უპირველესი ვადა. ეს რა თქმა უნდა არ გაუკეთებია. ყოველ შაბათს ხოლმე ჩვენ და სხვა არხებიც, სწორედაც რომ მათ კორუფციულ საქმეებზე საკმაოდ ვრცელ, სიღრმისეულ და მტკიცებულებებით გაჯერებულ რეპორტაჟებს ვამზადებთ. და ამიტომაც უკვე ჩანს, ახლა დიდი მიზანი უკვე ჩანს. დიდი მიზანი ამ ოცნების ხელისუფლებისა არის სამოქალაქო საზოგადოების სრულიად განადგურება, მოსპობა ისე როგორც ეს მოხდა რუსეთში, ისე როგორც ეს მოხდა ბელარუსში და რამდენიმე კიდე სხვა დიქტატორულ ქვეყანაში. ასევე თავისუფალი მედიის და მოუკიდებელი მედიის მოსპობა. ხანდახან ამას ვერც მალავენ
წერენ და პირდაპირ ამბობენ. ერთი მხრივ თითქოს გვიგზავნიან ამ განჩინებას წინ უძღვეს შუამდგომლობა და გუშინ ბატონმა რაჯდენმა პირდაპირ გამოაცხადა მე უნდა გამოვავლინო ეს არასამთავრობოებიო რომ ფარულ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. ეხლა რა არის საინტერესო ერთი ის ძალიან მნიშვნელოვანი რაც კიდევ ერთხელ ნაღნიშნო რაც ჩვენ გუშინ თქვით ყველამ ერთად რომ ითხოვენ ერთი ზღვა ინფორმაციას და დიდი ნაწილი ამისა არის კონფიდენციალური პირადი ინფორმაცია რომლის გაცემის უფლება ჩვენ არც აგვაქვს. ჩვენ ახლა როგორც ფონდი მაგალითად შემიძლია ვთქვა ჩვენ მქონდა ჯანდაცვის პროგრამა ჩვენ მქონდა ადამიანის უფლებების პროგრამა და ბევრი განათლების და ასე შემდეგ. თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ პირებისა რომელსაც ჩვენ სხვადასხვა პროგრამით ვეხმარებოდით ამის გაცემა ეს უკვე ჩვენი მხრიდან იქნება დანაშაული და ამას რა თქმა უნდა შიშემო პირებისთვის თალკე ქონდა პროგრამა სტუდენტებისთვის და რა თქმა უნდა იმათთვის ვისაც უსამართლოდ იჭერენ უბრალოდ ჩვენ ვადგენთ ხოლმე დააკავეს თუ არა ადამიანი უსამართლოდ და სამართლიანად მიდის თუ არა სასამართლო ისინი წინასწარ გვაბრალებენ იმას რაც არ ჩაგვიდგენია აქ რა არის საინტერესო იცით რომ ითხოვენ ყველა ტიპის ინფორმაციას და ეხლა უკვე ამ გუშინ უკვე არ აღიარებდა ამას მაგრამ პარალელურად მოყოლებულია აი თითქოს და მტკიცებულებები აი ამან განსაკუთრებით გამაოცა აი ამ შუამდგომლობაში რომელიც წარადგინეს ბიუროდან არის მტკიცებულებები და მტკიცებულებებში არის მითითებული ჩვენს მიერ გაცემული გრანტები ჩვენი განცხადებები ჩვენი გამოსვლები ევროკავშირში და რაც თავი ეს ყველაფერი აღებულია ჩვენივე ვებსაიტიდან ჩვენივე სოციალური ქსელები და ჯერჯერობით ეს თავად ამტკიცებენ ამ შუამდგომლობაში ჩვენ გამჭვირვალეები ვართ იმიტომ რომ ყველაფერი გვიდეს ის გაცემული გრანტებიც ის გამოსვლებიც ის განცხადებებიც რომელიც აქ თუ იქ გაკეთებია მეორე რა არის აუცილებლობა რომ ესენი პოლიტიკურ უბრალოდ პარტიულ განცხადებად მიიჩნევენ იმას, რომ ის კოალიცია, რომელიც არჩევნების წინ იყო, ამბობდა, რომ ევროკავშირი ჩვენი არჩევანია. ევროკავშირი რომ ჩვენი არჩევანია, ეს ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველ ჯერზე ნებისმიერი საჯარო გამოსვლისას ვცდილობთ, რომ ეს არჩევანი განვამტკიცოთ და შევახსენოთ საზოგადოებას და შევახსენოთ ხელისუფლებასაც. თურმე თავად იმის განცხადება, რომ ევროკავშირია ჩვენი არჩევანი უკვე ყოფილა პარტიული განცხადება და ამის გამო უნდა განგვიხილო როგორც პოლიტიკური პარტიები. ეს ერთი ჩემი აზრით აბსურდია. გარდა ამისა მითითებულია, თქვა ჩემი გამოსვლა ბოლოს ევროკავშირში. არ ვიცი ხა მაგათ თუ გონიათ რომ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოდიან, არ არის ეს მიღებული პრაქტიკა, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, რომ ჩამოყავთ ხოლმე სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ისინი წარმოადგენენ თავის ჩვენება ქვია ხო ტესტიმონი ჩვენებებს სხვადასხვა სიტუაციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. ისე რომ ეს ყველაფერი ერთიანად არის ჩემი აზრით ძალიან შემაშფოთებელიც და განმაცვიფრებელიც, იმიტომ რომ მართლა განცვიფრებული ვკითხულობდი, თან თითოეულს ქვია მტკიცებულება. და მტკიცებულება არის ჩვენი განცხადება ჩვენივე პრესკონფერენციაზე, რომ ჩვენ გვინდა ევროპა. იმიტომ რომ ვერ იპოვეს რა თქმა უნდა, ვერავით არის განცხადება რომელთაც ან რომელიმე პარტიის მხარდაჭერისთვის მოუწოდებდით, ან რომელიმე პარტიის წინააღმდეგ გამაკეთებდით განცხადებას, ან ვიტყოდით რომ ჩვენ გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა. ეს ხო საერთოდ აბსურდია. და ამიტომაც იმას და რუსეთის კრიტიკაც კი ერთ ადგილას ისია მითითებული, თითქოს ესეც დანაშაული იყოს. შესაძლოა იმ საქართველოში, რომლის აშენებაც ამათ უნდათ, რუსეთის კრიტიკა უკვე დანაშაული გახდეს და ევროკავშირის ჩვენი კონსტიტუციურად გამტკიცებული სურვილის ევროკავშირში შესვლის სურვილიც ასევე დანაშაულებრივი გახდეს. ჯერ ეს ოფიციალურად არ მომხდარა, მაგრამ რეალურად იმ საბუთებიდან, რომელსაც მე ვკითხულობ, ასე გამოდის. ასე გამოდის. და რაც შეეხება ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ამ სამწუხაროდ ამ ხელისუფლებამ უკვე დაგვიმტკიცა, რომ მას ძალიან უყვარს, როდესაც გარშემო ბევრი მოწყვლადი ადამიანია, რომელთა მოსყიდვა შეიძლება არჩევნებისთვის, რომელთა დაშინება შეიძლება არჩევნებისთვის, რომელთა შანტაჟი შეიძლება და არ არის გამორიცხული, რომ ამ დაგვარი ინფორმაცია სწორედ შანტაჟისა და დაშინებისთვის გამოიყენოს.